მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანიდან. კითხავები და ჯადოქრები ხო ყოვლის შემძლე ხართ და კაც რატო არაბამთ, ვერ აბამთ რაღაც ესეთი კომენტარი. ნუ კაც რატო მარაბამთ, ვერ აბამ. ფეიკი გვერდიდან არის ეთყობა, ესე ვიღაცა ალბათ ზუსტად რომ ესე ვუპასუხან მეღაჩი დავიწყო. ან შეიძლება არც არის ფეიკი, მოდი ახლა არ დავიწყებ მაგაზე იმას. ჯერ ერთი წადი თემა მე არა მაქვს აქ. კითხავი მაგი არის ზუსტად. კიდევ ავხსნი. მე ყოვლის შემძლეობას არ ვამტკიცებ. არა გენაცვალეთ, ეს არ არის ჩემი სტილი, ყოვლის შემძლეობა არ მჭირდება არაფერში და არავისთან მეტოქეობა და ის და ესეთი რაღაცები ხედავთ, რომ საკმაოდ ჩემი გვერდი რო ძალიან გააქტიურდა, შეამჩნიეთ 100,000-ობით ნახვაზე ავიდა. მე თვითონ დავარეგულირე ისეთნაირად, რომ როგორც ვიყავი, ესე ლამაზად რომ ვიყო, ხო? და სპეციალურ ლოცვებს ვკითხავ გვერდს, აი ზუსტად ესეთი რაც შემოვარდა და ნუ ახლა არა მაქვს ის ვიდეოები აღებული და კომენტარები რატომ ნავიღო, რომ არ იყოს ესეთნაირად. ნუ ხანდახან შეიძლება ხო, კაი წელიწადში 1-2 ჯერ გამოვკრა მაგნაირი კვანტი. მაგრამ რაც შეეხება დაბმული კაცი ავიცი, ესეთ ტიპაჟად აღმიქვამთ საზოგადოება, აქ ჩემი საუბნარო, კაცი დავაბა. ძალიან მეცინება, უღონდ მართლა რა. მერე კიდე, ჩემ შესახებაც ბევრჯერ მაქვს მოყოლილი ყველანაირი ვერსია, თუ რამე ვიეჭვე, თუ რამე დაუშვათ ხელი შემშლელი იყო, მაგრამ რადგანაც ესე გაინტერესებთ ჩემი პირადი, კი ბატონო, გეტყვით, რომ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მაქვს და ალბათ ამას, ნუ ეხლა დაახლოებით მაინც იგრძნობთ თითებიდან, კი ვარ მოვლილი ქალი, მაგრამ მაინც ხო თითები მოჩანს მარტო. და არ ვარ 15 წლის გოგო. არასდროს არ მქონია მცდელობა, მე პირდაპირ გეტყვით, თუ ძალიან კი არა, ვისაც აინტერესებს რამდენი ხართ, ვიცი. რომ ვინმესთან ურთიერთობაში შევსულიყავი. პაიმანზე მე არასდროს არ ყოფილი ვარ, გინდა იჯერეთ, გინდა რა თემა მაქვს დღეს. გაცნობით მე არავის გავცნობი ვარ, მიუხედავად იმისა, დღესაც ეხლა ამ ვიდეოს რომ წერ თქვენ რო დაგშორდებით დაახლოებით საათნახევარში 800 კაციან პუბლიკასთან მაინც მაქვს, კი რა ქვია, 800 კაცი მაინც იქნება გამოსვლა წინაშე. თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ საზოგადოებრივი მდგომარეობა არ მაკლი, ესეთი არის ჩემი პროფესია. და ეს საკმაოდ ხშირად ხდება. ყოველ დღე თუ არა, ნუ ამ ბოლო დროს ცოტა შევამცირე. რატომღაც 7 პერიოდი ავირჩი ამ ბოლო დროს, მაგასაც გაცნობთ, რადგან ასე გაინტერესებთ, მაგრამ ეს თითქმის ყოველდღიურად ხდება. 800 კაცი ეს არის მინიმალური. ჩათვალეთ, რომ 2000-5000 კაცის წინაშე მაქვს გამოსვლები, ესე რომ ვთქვათ, წარდგომა პუბლიკის წინაშე. საზოგადოებასთან. ასე რომ ის მომენტი ნამდვილად არა მაქვს ბავშვობიდან მოყოლებული, რომ საზოგადოებასთან შეხება არა მაქვს. მე მოდი ახლა პუბლიკასაც განვიხილავ. ჩათვალეთ, რომ ყველა საზოგადოებასთან შეხება მაქვს, საშუალო ფენი, დაბალი ფენა არა, დაბალი მთლად არა. საშუალო ფენიდან, რა თქმა უნდა, უკვე პრეზიდენტობამდე მისული. პრეზიდენტთანაც კი ბატონო. და ელჩებთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე იმის თქმა მინდა, რომ ის მომენტი ნამდვილად არ არის, ვიღაცას თვალში არ მოვხვდე და ვიღაცა რაღაცა, მაგრამ პაიმანზე არ ვარ ნამყოფი ქალი. სხვა რამეზე ზედმეტია საუბარი. იმას არ ვამბობ, რომ მამაკაც არ ვარ დანალაპარაკებ. ფლირტის დონეზე ინტერნეტი გადაფეთქებული მაქვს ახალგაზრდობაში, ახლა არა.
ეხლა რაღაც ალბათ დავბერდი თუ არ მცალია ვერ მივხვდი. უბრალოდ მივხვდი რომ არ ვიცი, ეხლა არა ყოველ შემთხვევაში. ძალიან ბევრი ვიღაცა მყავს დაბლოკილი, აი მართლა უსაზროთ. მე მგონი წითელ წიგნში ვარ შესაყვანი. არ ვტრაბახობ, ვინც მიჩნობს იციან ეს თემაც, გავლილი მაქვს, თუმცა აქ ეს საზოგადოება არ მისმენს. ვინც ეს იცის. ამიტომ სიტყვაზე, ესე ვთქვათ, მე ვამბობ და ეხლა თქვენ თუ არ დაიჯერებთ, რა ვიცი, იცით რა არის, ფაქტზე რო წასწრო ადამიანი და ესე რეალურად რაღაცა დაინახოს, ისიც შეიძლება არ დაიჯეროს ადამიანმა ნათქვამი კი არა. ასე რომ აი შეხვედრა რასაც ქვია არა, კი ბატონო, სამსახურეობრივი შეხება მქონია, მეგობრული კი, მიძმა კაცია, აი 65-70 წლიანი მყავს, რა ქვია, სტარი ვოლკები, მაშინ რა ქვია, საძმა კაცოში, თქვენ წარმოიდგინეთ და ჭიქაც მიმიჭახუნები და ყველაფერი, კი ბატონო. და ახალგაზრდა ბიჭებიც არიან, მაგრამ ძალიან ცოტა. და არ ვიცი, ნებისმიერ დროს, აი ღამის 3-4 საათი რო იყოს და ნინო რაღაცა დახმარება გჭირდება, შანსი არ არის, რომ მე ზარს არ უპასუხო, გარეთ არ გავიდე, ხანდახან ერთხელ ისეთი მომენტი იყო, რომ აი ყბა ჩამოვარდა, აქ თუ შენ მოხვიდოდი, არ გვეგონა, არ შეგეშინდა, პირდაპირ ეს მკითხენ. წარმოიდგინეთ. მაგრამ ну, რა თქმა უნდა, ყველა პატივს მცემს იმ ხრივ, რომ ალბათ რომ გავდივარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე მართლა რა ვიცი, ალბათ ესეც კიდევ არის ხო ერთ-ერთი ის, რომ ხა მართლა მაგ დროს ადგე და ადამიანთან როგორ მდგომარეობაში არ უნდა იყოს გაჩნდე, ხო? მიმიხვდებით, რასაც ამბობ. მაგრამ პირადი ურთიერთობა, რასაც ქვია, მე პირადი ურთიერთობა ხალხთან არ მქონია. არასდროს მე მაგისთვის არ მეცალა და არასდროს სურვილი მე მაგის არ მქონია. ბედი იყო ჩაკეტილი, რაცხა იყო, გვირგვინი დამადგენ, ისქნეს თუ ესქნეს თუ რაცხა ქნეს. ბიჭო, რა ვქნა ახლა? ასე იყო და მაგ რეალობას ისე იყო თუ ასე იყო? ხო, ის მომენტი რომ მით უმეტეს ვიღაცასთან, აი ჯერ ერთი ძალიან მოდი გეტყვით, ეჭვიანიც ვარ. ყოფილა მომენტი როგორ არა, მომწონებია კაცო ბიჭი, მაგრამ რო შევხედავ სხვა გოგო მიესალმება და всё სრულდება ყველაფერი, აღარ მომწონს. ქალი როგორ არ უნდა მიესალმოს, აი სხვანაირი მისალმებას ვიძახი, ხო? კისერზე ჩამოკიდებას რო ცდილობს, ვერ ვიტან მე ესეთ რაღაცებს და მით უმეტეს მამაკაციდან რო პატარა რაღაცა შევამჩნევ ესეთ რაღაცებს და ამით ზოგიერთი манипуლირებს, ბევრი მამაკაცი დრო არ გამეყაროს თან ლაპარაკში. არ დავაგვიანო. შესაბამისად, ნახეთ, ეს ჩემთვის არის კატასტროფულად მიუღებელი. არ შემიძლია ახლა ვერ ვხარშავ მე მაგ მომენტს და ახლა საქართველოში მაგნაირ კაცს მე ვერ შევხვდი, რომ ეს თემა იყოს, მოდი ასე რომ ვთქვათ, მოგვარებული და შეგნებული კონდეს. არ მიგრძვნია ვინმესგან, ხო? აი მომეწონა დაუშვათ ტიპი და ამ პრობლემის ეს პრობლემა არ დამენახა. მით უმეტეს ჩემნაირი ხალხისთვის ახლა მოტყუება თვალების ახლა ძალიან არ ვიცი, რთულია რა. ხო, იმიტომ რომ რედგენი გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, გონებაში და თვალებში. რაც შეეხება ახლა მით უმეტეს ახლა შებმა ღმერთმა არ დამაყენოს იმ ჭკუაზე როდისმე რომ რა ვიცი ჯადოებით და რაღაცეებით დავიზიანო ჩემი თავი პირიქით თუ იმე მომეწონა და რაღაცა ყოველთვის ესე მithქვამს მაშინ ეკლესიაში და უფრთხიალობდი სხვათა შორის და ესეთი სტილით დამინთია სანთელი ღმერთო ბედნიერი ამყოფე გაამრავლე ჯანმრთელი იყოს ყველა მას შენატროდეს ისეთი ოჯახი მიეცი მაგრამ ჩემგან შორს ახლა ნუ არ ვიცი ნორმალური რომ არ მქვია მე ვიცი მაგრამ მე შეჩვეული ვარ ამ არანორმალურობას და მოდი თეთრი ყვავის პოზიციაში ყოფნას ბავშვობიდან ყველანაირი ასპექტი ჯერ მოდი ასე ვთქვათ ვიზუალურადაც ეხლა მე არ ვამბობ რომ ისაა რა ქვია მაგრამ 1-30 ქალში რო ჩავდგები მაინც გამოვირჩევი რაც არ უნდა იყოს რაც არ უნდა გაგიკვირდეთ აქ ეხლა ალბათ ისე რომ ქვირი, ყაჩა გელაპარაკებთ აქიდან პუჭი ძალიან მეცინება. ხო და პლუს ნახეთ როგორ არის პროფესიაც ისეთი მქონდა, ხასიათიც ისეთი მქონდა, რა ვიცი, ეს ეზოთერიკაც ახლა კი არიან ბევრი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი ცოტა სხვანაირი სტილის არის, კიდევ არის ხო ამ ეზოთერიკასებშიც განსხვავება. თუნდაც
ნუ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, მე არ მინდა ბევრი აქცენტი გავაკეთო და ამიტომ ეს მომენტი და რაც განვაცხადი ახლა და რაც მოვყევი ჩემ თავზე არ მიმაჩნია, მთლა მაგასაც შეგვებული ვარ, ვიცი რომ თეთრი ყვავი ვარ და რა ვქნა ახლა. მაგრამ აი ესეთი ქილიკი, იმიტომ რომ ტაროს გვერდისზე დავდევი პოსტი, რომ რაღაც მამაკაცზე ქალს რომ აატირებ და რაღაცა, ეს პოსტი იყო გამომდინარე ზედიზედ კონსულტაცია ჩატარდა ისეთი, რომ აი ყველა ქალი მართლა თვალცრემლიანი რომ მოვიდა ჩემზე და ძალიან განვიცადე. რა ვიცი, ესეთი ნახეთ, არა, მე ყველას ტკივილი მტკივა ჩემო კარგებო, რა თქმა უნდა, განვიცდი ესეთ ბიჭის მხრიდანაც, ბიჭებთანაც განვიცდი იგივეს და გოგონებთანაც განვიცდი. და აი ეს პოსტი მაშინ ავდექი და დავდევი და ანუ მე მპასუხობს და აქედან გამომდინარე, მე უკვე როგორ არის, იცი, თანაც როცა კომენტარს უწერო ეს ცნობიერის ამაღლებას ეფუძნება ეს გვერდი და არა რაღაცა ყოვლისშემძლე ჯადოქრებს რაღაცა და ახახავებ სიცილით. უკვე სავსებით ეს უკვე შეურაცხყოფა არ არის, ზედ გამოჭრილი არის, ადამიანი არის გონება შეზღუდული, ესეთი ხალხი. რომელიც ჩემ სივრცეში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩემ სივრცეში სხვა პუბლიკა არის. გონება გახსნილი, ჩემ სიტყვას რო 1000-ნაირად გაშიფრავს, გაანალიზებს, აი შეძლებს და როგორ არის, იცი, კარგი ვერსიით დაინახავს და არა დაიბოღმება. თუ დაიბოღმება და ვერ გაიგებს და არეკა ჩემზე ნუ იბოღმებით ხალხო. აბა რა ქნა, მაშინ გამოდის რომ მე ვერ მისაუბრია ვერც ერთი თემა, ვერ გამიკეთები განხილვა. არ არის თქვენთვის ესე იგი ესეთი მიმართულებით ცხოვრება, ესეთი მიმართულებით განხილვა, კი ბატონო, მაშინ ისეთი იზოთერიკოსი ისეთი ვინმე იპოვეთ, ვინც თქვენ გასიამოვნებთ, თუნდაც იმსაუბრით. და ჩემთან დარჩება ის ხალხი, ვინც დავუშვათ ცოტა იყოს, მაგრამ აი ჩემნაირად რაღაცა ჩემ სტილში იაზრონებს და მოერგება, ხო? ამიტომ როდესაც ამ ყველაფერს ბევრჯერ გაჟღერებული ვუპასუხე და კიდე სიცილის სმაილით რა გამოხატავს რეაქციას და არა ის რომ ან გაჩერდეს, ან საერთოდ არაფერი გიპასუხოს, ან უბრალოდ რავი, ჯობია რომ არაფერი უპასუხო ესეთ დროს ხო ადამიანს თუ რაღაცას მართლა ვერ გაიგე, არ იცნობ და შეგეპასუხა, შეგეწინააღმდეგა, ხო? მე სხვა ვერაფერს ვერ დავარქვე. ეს არის კი ბატონო გონება შეზღუდული. ასე რომ ეხლა ზუსტად ის მომენტი არის ჩემს ცხოვრებაში, რომ საერთოდ ძალიან კომფორტო, აი ჩემი კომფორტის ზონაში ვარ. მე გადავწყვიტე, ბევრჯერ 8 წლის ვიყავი, მე რომ გადავწყვიტე, რომ მე არ გავთხოვდები. ძალიან ბავშვური გადაწყვეტილება იყო, დედა და ბებია საუბრობდა სამზარეულოში და მე მეძინა, ჩვეულებრივად კარები ღიათ იყო საძინებლის და გავიგონე, რომ ბები ეუბნებოდა, ესო ეხლაო კაცო, გათხოვდებაო, ძალიან მალეო, ისო, რა ქვია, რას გათხოვდებაო, დედიკო ეუბნებოდა, რაო, 14 წლისო, ამაზე სპორობდნენ და მერე, რა ქვია, 17 წელი, მეო რამდენის გავთხოვდიო, ბებიაო, ჩვენო ისეთი ჯიში გვაქვს, ადრე თხოვდა, რაო, კაცო, ნუ ხო ხდებით, ესეთი რაღაცა, დედიკო 20 წლის იყო, რომ გათხოვდა მაგალითად. 20 წელს მაინც ხარ გადაშოროთ, 8 წლის ვიყავ, ისე მეწყინა ბებიას ლაპარაკი. კედლისკენ გადაბრუნებული, ჯერ წრემლები გადმოვწვინდა ისევ მასკედის სახე და მე არასდროს გავთხოვდები. ნახავ, შენ თუ გავთხოვდები, მე 20 წლის და მასი ადრიანად. ისე მეწყინა, რომ დედიკოს ასე საუბრებოდა. მე ყოველთვის დედა ჩემს, დედიკოს ვეძახი. ჯერ ვიღაცამ ერთხელ კიდე აქცენტს გავაკეთებ, დედაზე გამიკეთ აქცენტი, ჩემი შვილი იმხელა პატივს. შვილმა პატივი უნდა ქცეს, ქალბატონო, მე თქვენ რომ მოგაყენეთ შეურაცხყოფა, მაგრამ მე ესე ნუ დამელაპარაკებით არა გენაცვალეთ. მე რო დედასთან დედაშვილობა მქონდა და მე რო შვილობა და ჯერ მას ჩემთვის რაც გავუკეთებია, მაგრამ მე არ უგრძნობ თავს, რომ რაღაცა დავაკელი მას, როდესაც ავად გახდა 2011-დან 2016 წლამდე დედას და ბებიას მე გულში ხინჯირამი არ მაქვს. თქვენი შვილი, აი ესეთი მძიმე ავად როცა იქნებით და გაგიკეთებთ იგივეს, მე შეიძლება რო თქვა, რომ კი, ჩემმა შვილმაც ჩემთვის იცი, მართლა და მაფასებს დამაფასა და
ხო, თუმცა გარდაცვლილი იქნებით უკვე, მაგრამ მაინც შეიძლება ბოლო წუთებში თქვათ ესეთი სიტყვა, ჩემთან დახარჯოთ, იმიტომ რომ კი მე მეთქმის ამდენი მაქვს დახარჯული და გაკეთებული. და მე სხვანაირი შვილი ვიყავი ყოველთვის. და დღესაც, იმიტომ რომ 16-ში გარდაიცვალა და დღესაც მისი სიტყვებით მე მოძრაობ, მისი სიტყვები მნიშვნელოვანია. რაღაცა ნივთი უნდა ჩემთვის რომ შეეძინა, რომ გათხოვდებიო, მაშინ რომ მინდაო, მოხდა ისე ოჯახში, რომ დაიკარგა რაღაცები და წავედი და ზუსტად ის ნივთი ვიყიდე, თუ მართლა მიუხედავად იმისა, რომ არა მაქვს ეს მე გეგმაში, თუ გავთხოვდები და ქორწილი იქნება, აი ქორწილზე ის ნივთი შემოიტანონ დედის სახელზე. საჩუქრად. აი ამითი იცი რა არის? კი, ეს არის ზუსტად პატივისცემა და ეს არის დაფესება. ჩემი მითვიყიდიდი სიტყვაზე და ჩემი რაღაც ჯერ არ ქონა ესეთ გემოვნება, რომ რამე არ მომწონებოდა მე მისი. მაგრამ ამით მე იმის თქმა მინდა ხასი მას უსვამ. დღესაც ამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის დედა ჩემთვის. ამიტომ ჩემთან მაგნაირად უნდა ელაპარაკებთ. ეს არის უბრალოდ თხოვნა. და რა შეეხება, აი ესეთი ბავშვური ბოღმიდან გამომდინარე თუ რაღაცა გაბუტვიდან გამომდინარე, ჩავიდები გულში და მთელი ცხოვრება ესე ვთქვათ გავატარე. ну, რა თქმა უნდა, დედამაც შემიწყო ხელი, ხო? დედაჩემი რამდენჯერ იყო ისეთი, რომ აი მართლა ოჯახში მოსული ხალხი რაღაცა და დედა არ გიანმინა, აი დედიკო და ჩემზე არა გინდა თუ არ გათხოვდებიან რაღაცა, ესეთ რაღაცა არ უთქვამს. თქვენ წარმოიდგინეთ, გარდაცვალების წინ მოვიდა მისი ნათლული და მეუბნება ესეთ რაღაცას. დედა შენი ეხლაო იციო შენს იმას ნერვიულობს ყველაზე მეტად. მე ვთქვარი არ არის ესე მეთქი. მე ვიცი ეგ თემა და ჩემს თავს კი შეიძლება ახლა განიცდის რომ დაუოჯახებელი ვრჩები მე ვთქვარი, მაგრამ ის რომ ეს საფლავში დარდათ მიყვებოდეს არა თქო და სწრაფად დავასრულებ ხა თორე მეჩქარება და შესაბამისად ავდექი და მივედი დედა ჩემთან და ვკითხე. დედა მეთქი შენ ამ თემას თუ განიცდი, ჯერ ერთი მე სხვა რატო უნდა მეუბნებოდეს. შენი ნათლული, ჩვენ გვაქვს იმხელა ურთიერთობა, ხო ერთმანეთთან. ხო და მე კიდე თუ განიცდი მეთქი, ყველა იცი, მე ვთქვარი შენ მე ვინ მეძლევა ბიჭე, ვის მომწონ ვარ. მე ვთქვარი აქედან მეთქი, ხო იცი რომ შეყვარებული არ ამყავს. რომელზეც ხელს დამდი, აი ნინო შენ ამასთან დავუშვათ ხედავ მეთქი პერსპექტივას, რომ ოჯახს შევქმნი და რა ვიცი, რაღაცა იქნება, მე ვთქვარი. გამოვათქო, მე ვთქვარი რომ მომწერს ან შემეხმიანებიან ან რაღაცა ეგრევე შევალ მე ვთქვარი ურთიერთობაში და ეგრევე საქმეს მე ვთქვარი პირობას იმას რა ვარ შემიყვარდება მე ვთქვარი მე ადამიანი ხო იქნება მეთქი რა ვიცი ახლა ვიზეც დამიდებ ხელს თქო ეს თუ გაწუხებს მე ვთქვარი და მე შენ მაგდარდს არ გაგატან საფლავში თქო ესეც ნათქვამი მაქვს და იცით რა მიპასუხა დედაჩემა თქვენ წარმოიდგინეთ ეგოისტი ქალი არასდროს არ ყოფილა გაჩერდა და არაო, არა შვილობო. ეს თემა შენ თვითონ გადაწყვიტე, როცა შენ გენდომებაო. შენ არასდროს გინდოდა დაოჯახებაო. და ეხლაო მით უმეტეს ჩემი არაო. შენ რომ მე არ გაგიმართლოს, ჩემი სიტყვით ნაბიჯი გადადგა, მე საფლავში უნდა გადავტრიალდეო. და მე იქ ვერ მოვისვენებო. და ვერც ვერაფრით, რა ვიცი, იქედან ყოველთვის პირგებოდა, ყოველთვის დაგეხმარებოდა, ყოველთვის ჩემს გვერდით არის, ძალიან დიდი კავშირი მაქვს მე ჩემს მიცვალებულებთან რომ იცოდეთ. მაგრამ მაინც ხო ხვდებით ახლა ვერც სამიცვალებო მე დამეხმარება, რა ვიცი, რა უნდა დაგეხმაროს, ხო, მაინც იქედან ისეთი ახლა პასუხს ვერ გასცემს და რაღაცა. მე კაი მომცეს მინიშნებები და რაღაცები. ესეთი სიტყვა დახარჯეთ, ამიტომ ეს შენ თვითონ გადაწყვიტე და თუ ინმე შემოვა შენ ცხოვრებაში ისეთი რომ დაუშვათ მოვა მაგის დრო შენ უკვე იმ ეტაპზე ხარ არაფერი შეგეშლება და თუ დაუშვათ წააგებ და რაღაცა არ გამოგივა მე ჩემზე მაინც არ იტყვი გულნატკენად რომ დაუშვათ დედაჩემა მირჩია და რაღაცა ხო ხვდებით და არ შემომაგინებო რა პირდაპირ ეს სიტყვა თქვა და ესეც უთხარი არ შეგაგიდე მე უთხარი რაც არ უნდა გაუმართლებელ ბედში მოხვდე მეთქი არა პირდაპირ ესეთი პასუხი გამცა.
ასეთი იყო ჩვენი დიალოგი. მის შემდეგ, რა თქმა უნდა, მე უკვე ყველას ეგონა, რომ ერთ წელიწადში ალბათ რაღაცას გადავდგამდი, რა ნაბიჯი უნდა გადავინდა, ჯერ შეყვარებული ამყო და მე კიდე დედა იყო, წიწილახო არ იყო და შენაპირებით ესე მქონდა მე ქალბატონისთვის, რომ დედიკოსთვის, რომ ყოველთვის დედიკოს ვეძახდი სხვათა შორის. არასდროს აღა იყო ერთი წელი მე მჭირდება გლოვისთვის. მე არც დაბადების დღეზე წავალ, არც ქორწილში ვინმეს, არც რამე მე ვთხარი. შანსი არ არის. შავიო არ ჩაიცვა ერთი წელიწადიო და კარგი მეთქი 3 დღე მითხრა, მაგრამ 3 დღეზე არ დავემორჩილე. მაგრამ მე 40 დღეს ისე დამახრჩო, ისე ცუდად გავხდი, იძულებული გავხდი, რომ გამეხადა. და მაშინ ვუთხარი. მე მეუთხარი არ ვიცი მეთქი, შანსი არ არის თქო, ეს თემა მეუთხარი, 10 წელი დავუთქვი მაშინ ვადა, დრო. 10 წელი მეუთხარი, მე დაოჯახებას მაინც ვხედავ და მე არ ვიცი თქო. ეს რაღაცა მაქვს ნათქვამი. ხო და 10 წელი მთლად ჯერ არ გასულა კიდევ. ამასობაში კაცო დაუბერდი ხალხ, აი თავიდან დავიწყო ეხლა და რა ვიცი მე რაღაცა სად მაქვს მაგის ნერვი და ხო და აი ამ ყველაფრის შემდეგ რომ ადამიანი შემოდიხარ და უბრალოდ ესეთი ტონით მესაუბრებით დააბიჯერ დაბმული კაცი ვისრათ უნდა ელემენტარული ვინმესთან ურთიერთობა არ მომისინჯავს ქალს რა ვიცი ახლა ამის მერე უკვე რა გელაპარაკოთ გასაგები არის რომ ეს არის წარმოუდგენელი თემა იმიტომ რომ ხო ვიღაცა 4 ჯერ თხოვდება და რა ვიცი 10 ჯერ გათხოვებასაც აპირებს და მე ყოველთვის ვინც ცდილობდა ჩემი რეაქცია არის სულ თავიდან მოშორება არ არსებობს რა ვიცი რა არ გააკეთეს ყოფილა კი ბიჭმა 7 წელი იმასგან მეჩალჯა იმანე 7 წელი 2020-დან ვიცნობ ერთს დაბლოკილი მყავს 11-დან და დღესაც არ იქა მილიცია და არ დამჭირდა თქვენ წარმოიდგინეთ და სულ ჩემი საქციელი არის ძალიან კარგად მაქვს სხვათა შორის როგორ მოიშორო მამაკაცი აი მოდი და ამაგას მე მოგიხერხებთ ყველას არ ჯადო დაგჭირდებოდა წრფერი მაგრამ დანარჩენის რა გითხრათ ეს მაქვს როგორ რა არ მაქვს იცი გაკეთებული ესენი რომ მოუყვი ალბათ მთლად გაგიჟდებით თქვენ მე ისეთი რაღაცები შუტკები მაქვს გაკეთებული რომ თავიდან მომეშორებინა ადამიანი და ერთი სახლში რომ მოვიდა ჯარი და ჩამოვიდა მე ესე იგი ეხლა გეტყვით ჩავიცვი ისა რა ქვია ნასკები ეს რო იციან ესე რა ქვია ჩახვეული როგორ გითხრათ ეხლა აი მე კარგი ეს არის კახალი ესე რომ გადმოკეცო ნასკები დიდი გორგოლები და ესე ფეხზე მიხვდით ხო კოჭეებზე გაიკეთო ხო და რაღაცა რა ვიცი ჩამოპლაწული კაბა სად ვნახესა რომელ მუთაკაში ვნახეთ და ჩემს დრო შოქში დარჩი მაგას რა დავავიწყოთ ეს პომადა კიდე რაღაცა წითელი პომადა ისე მივითუთხნევა გამოვედი ამ ბიჭთან მოსული იყო სანაღავად აიმეო რა გავიდა სახლიდან ესო საფრთხობელას დამგვანებია და ჯარში იყო არ ვიცი ახ მაშინ რამდენი წლიანი ჯარი იყო და 1 წელი ეგი დედამისმა ისე გააკეთა რომ ძალით დატოვა ჯარში რომ იქნებ დაივიწყოსო ჩემზე წარმოიდგინე საფრთხობელას დამგვანებია და უბანჯარ და მეძახდა ლამაზი გოგოს ბიჭები შერქმეული სახე ლამაზი გოგო მოვიდა ლამაზი გოგო და ეს რო თქვა ამ ბიჭმა თელმა უბანმა და ის გარეუბანში ცხოვრობდა ჩვენგან სუყველას აბსოლუტურად სასაცილო დაიგდეს და იმათმა რა იცოდა მე ამისთვის რა მქონდა გაჩალიჩებული ამდენი მაგაკეთებული შუტკა ის ხომ მოგიყევით და თუ არ იცით მამა უმრო უთხრა აი დედავებიო რომელ გოგოზაც დაგიდობენ ხელს ის გოგო გაიცანიო არ ტრამახობ ხალხმა ეს არის რეალური ჩემი ცხოვრებიდან ის მოიყვანეთ ცოლათო და არიქ აი მამამ ჩვენც ვიქნებითო ისა ჩემ მოძღვარი რაღაცა ნუ კაი ახლა როგორ მეთქვა მაგათთვის ვარ წავედი მონასტერში დავდივარ ყოველთვის დავდიოდი ყოველ შემთხვევაში ახლა არ დავდივარ შავი გრძელი კაბა და თავზე დიდი ისა თავსაფარი და ჩვეულებრივი მონაზონი
წამოვედი ამ ბიჭთან და ეხლა ქალაქი მითხარ მე ქალაქში ცოტა სხვანაირია შე როგორც გინდა ისე ჩაიციო დედავებმა ჩვენო შენზე რეკომენდაცია გაგიძიეთ არავის არა ვერავინ ვერ შეურაცხყოფას რაღაცას გამორიცხული ახლა რას წარმოიდგენდა და ჩავიცი ეს მუხლებს ზემოთ ყავის ჩექმები ეს დახატული კალგოტკები მოკლე ყავის შიფონის გამჭირვალე ისა რა ქვია ვეფხვის იგი როა პრინტერით ისეთი კოფთა და ტყავის მოკლე ქურტუკი კაი ნაშას დავემგვან ეს გრძელი თმები კიდე გავიჩეჩე გავიშალე და მივედი წითელი აი ყვაწყვაწა მანიკურები და დედავებმაც მაგრამ არ შეიჩნიე დედავებმა ბიჭმა რომ დავინახა პირდაპირ დაიბნა რა დაემართა თქვენ ვერ წარმოიდგენთ. აილეცა, დაილეცა. რაც მე ჩემო ზღვარმა ვითომ ესე დედავებმა ამაზე დამიდვენ ხელი. წარმოიდგენ, ესეთ რაღაცას რო გააკეთებ და ბიჭმა არ ვიციო, მინდა ცოლი თუ არა და გადავირიე მე ამგეს მივარდი. თქვენ მეუდგარი რაკნაო შეგეხმიანავ რამე ცუდათო ჩვენო გავაფრთხილე თუ არა კადრებია არა მეუთხარი რაფერ უკადრებია მაგრამ არ მინდა მეუთხარი მეუღლე ესე თქვა მეუთხარა ჩამოუყალიბებელი კაცი გამომიგზავნეთ გამაცადით თქვა ეხლა მეჩქარება სხვა ამბები რომ მოგიყვეთ კიდე ჩემი შუტკები ხო და რა ვიცი ესეთი თავქარიანი რამნაირი ტიპაჟი ვარ ყველაზე კარგად აი ეს ვიცი როგორ მოვიშორო მამაკაცი თავიდან ხო და დაბმული მამაკაცის მასტერკლასები მე არა მაქვს ჩემო კარგებოდა თქვენ თუ მასწავლით როგორ შეიძლება დავაბა მამაკაცი რა ვიცი ვიფიქრებ მაგრამ დაბმული მამაკაცი რა დაბმული მამაკაცი ვერ წარმომიდგენი ახლა ალბათ ძაღლის პოზაში თუ როგორ უნდა იყოს დაბმული მამაკაცი ასე რომ ძალიან კარგად დაუკვირდით ჩემს გვერდზე როცა შემობრძანდებით ვის მიმართავთ როგორი ფორმით მიმართავთ იმიტომ რომ სასაცილო მე კი არა ვარ და მე კი არ დამცინით გონება შეზღუდულებით თქვენ ჩანხართ და რა ვიცი თუ სიამოვნებთ ეს სტატუსი კი ბატონო სიამოვნებით არ დაგზარდებით ყველას გაგცემთ პასუხს დაგემშვიდობებით